ვაგრძელებთ 24 წლის ბოლო გადაცემას, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმაკაცი, გოგა ახაინდრავა, გოგა როგორ ხარ? მე ესეთი ამაყი არ ყოფილვარ არასოდეს რა. ეხლა 70 წლის ვდები და რა არ გამომივლია, რა ვითარებაში არ ყოფილა საბჭოთა კავშირში დავიბადე. ჩემ კამერაზე, ჩემ კისერზე გადაიარა ყველა. ესეთი ამაყი როგორც დღეს მე არას ჩვენ ყოფილვართ ძალიან დიდი ერი რა. და ეს დღეს დასტურდება. მთელი მსოფლიოს პორნოლიბერალიზმი, აი ამ ბებერი გადაგვარებული ბაიდენის ადმინისტრაციის დამადობით. გვებძვის თავისი ამ ევროს კავშირის აი ამ ასევე გადაგვარებული და შენ წარმოიდგინე და უგებთ. ეს არის ამაზე დიდი სიამაყე რა. ნუ აი გეუბნები, აი დღეს ვიაზრებ, ხო ფიქრობ ეხლა 70 წლის რო ხდები უკვე იქით იყურები, რომ წარმავალი კაცი ხარ, მომავალი აღარა. და ჩემ გზას უყურებ და დღეს ვდები რისთვის დავიბადე თურმე. და მადლობას ვეუბნები ყოველ დილას უფალს, რომ ამ დროს გავჩნდი და ამ ქვეყანაში. ამ საამაყო ხალხში. ამ განსაკუთრებულ ერში რა, რომელმაც მთელი ეს 1000 წლეულები გაიარა ვაჟკაცობით, თავგანწირვით, ხო? წარმოიდგინე რა მტრები ეს ფარჩაკები, ეს ბაიდენები, მაიდენები, ეს ბლინკენები და მაგათმა რა იციან ჩვენ რა გადავიტანეთ შუა საუკუნეებში. არც ინფორმაცია არ იყო მაშინ, არც პრესა არ იყო, არც შესაძლებლობა არ იყო, რომ მთელი მსოფლიოსთვის გეთქვა რა დღეში ვარ და მაინც ავიტანეთ. მაინც 100,000-მა ქართველმა თავი დადო უფლისთვის. სამშობლოსთვის, თბილისში, აგერ მეტეხის ხიდზე. მაგათ რა ესმენთ ეს რა არის? ეგ არიციან. აი 30 წელიწადია ეს ბეცები ესენი საქართველოში არიან და ვერაფერი ვერ გაიგეს ჩვენზე. ეს არის ქვეყანა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც 2 კვირით ადრე სანამ პაკრიშკებზე ჩამოკიდებული, ბორბლებზე ჩამოკიდებული გამოასწრებდნენ იმის პორტარურის ცხენს იმიდან ავღანეთის დედაქალაქიდან LGBT-ს დროშა ააფრიალეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავზე. აი ეს ის ქვეყანაა რა. აი ეს ის ადმინისტრაცია. ვის აშინებენ ეს ბეცები? ეს სამარცხვინო ხალხი ესენი მთელი მსოფლიო წარმოიდგინე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიადი ქვეყანა და რა უკნა ამ ბლინკენებმა, ბაიდენებმა, ნულანდებმა რა დღეში ჩააგდეს. დღეს რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ სასოწარკვეთ ამ სამარცხვინო ხალხმა. მე მინდა აი ქედი მოვიხარო, არასოდეს პირდაპირ არ მეთქვია რა. ქედი მოვიხარო ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ეს არის კაცი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ცხოვრობს. ამ ქვეყანას შესწირა ყველაფერი. მე ვარ ბედნიერი კაცი, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა მაგ და მექნება ყოველთვის და ამით ვიქნები ამაყი, რომ 21 საუკუნეში არსებობენ ადამიანები, რომელმაც შეიძლება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს ყველაფერი შესწიროს, რაც გააჩნია. პირველ რიგში საკუთარი ოჯახი და შვილები დააყენეს საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეხლაც არის ეგ საფრთხე. მაგას ვიძახი და ახალი კი არაფერი გააკეთეს. თუ გახსოვს რა, ბიძინა რო პოლიტიკაში მოვიდა, პირველი რაც გააკეთეს დაარტყეს იმას, რა ქვია, ქართულ ბანკს. ხო გახსოვს, გაკოტრება, სანქციები შემოიღეს და მაშინ მახსოვს რიგები დადგა. ქართულ ბანკის წინ რიგები დადგა. უბრალო ქართველები მიდიოდნენ და 5 ლარს, 10 ლარს, 20 ლარს დებდნენ. ზუსტად იგივე იქნება დღესაც. ყველა ქართველის გულში ვისაც ეს ქვეყანა ეამაყება, ვისაც ეს ქვეყანა ესიყვარულება, ვისთვისაც არის დაბადებული, ხო? ყველა ადამიანის გულში დღეს დაიბადა აზრი, რომ ყველანი დადგებიან და მივლენ და ბიძინას ეთქვენ მადლობას. შენ წარმოიდგინე ამაზე დიდი პატივი წარმოუდგენელია, რომ დღევანდელ დღეს რაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომელიც შეიძლება ამ ადამიანს მიეღო ჯილდოთ, ხო? ეს არის ჯილდო და მადლობა ღმერთს, რომ ყველანი ვართ ამ და თქვენი ტელევიზია. თქვენ ახლა თანამონაწილე ამ ჯილდოს, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობთ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვხედავ რა დღეში არიან თქვენი
კორესპონდენტები, თქვენი თანამშრომლები, მერი გოგოები და თქვენი ჟურნალისტები, ოპერატორები, ეს პატარა გოგოები, ბიჭები, ხო? მიუხედავად იმისა, რატო არიან, იცი რატოდგან? იმიტომ რომ იციან, რომ სამშობლოს იცავენ, სიმართლეს იცავენ, მომავალს იცავენ. აი კაბაში მოტრიალე კაცებს კი არ იცავენ და იმას რა ქვია დერვიშებს. ეს დერვიშები შენ იმ დღეს გისმინე დერვიშები ჭრელკაბებში არ არიან ჭრელკაბებში პეტუხები არიან უბრალოდ რა დერვიშები სხვა თემა იყო და კი მისტიკურია და მე რა მინდა გითხრა იცი რომ აი იმას იცავენ ამას წინათ გამო იმ დღეს ვნახე რა სასწაულ წარმოუდგენელი რამე ვნახე რომ ოჯახმა აი ამ LGBT პროპაგანდა ხაზარაძე სათავეში რო უდგას და LGBT-ს დროშით რო დადის იქით-აქეთ რა ის თავის ის როგონია პოლიტიკოსი ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ამ სამარცხვინო კაცს თავის ბადრე ჯაფარიძიანა და იმათ ოჯახს 100 წელი პატიმრობა მიუსაჯეს პატარა ბავშვები ყავდათ აყვანელი და აუპატიურებდნენ შალვა ბაიდენმა შეიწყალა ბავშვებს ამის სიმბოლო არის ბაიდენი ბლინკენი ამის სიმბოლოა ნულანდი, დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია. ყველაფერს აკეთებენ უკრაინიდან დაწყებული საქართველოს. მე მინდა გითხრა, რა ხდება? აი, ხო გეუბნები რა, აი გეპიცების სიამაყეც ავსევა რა, ვზივარ და ვფიქრობ, ეს რა ხალხი ყოფილვარ, ბიჭო. ეს მთელი ბოროტება, მთელი მსოფლიოს ბოროტება, რომ ჩვენ დაგვიპირისპირდა, ხო? ერთ პატარა ქვეყანა საქართველოს ბიჭო 3 მილიონი ნახევარი კაცი ვართ რა ხდება ბიჭო საცვლებიდან ამოხდა დუჟი ადგათ პირზე ეს ვილსონი ეს $1000 პრასტიტუტკა $1000 დღეს გამოქვეყნდა ისა რა ქვია ოფიციალურად ფარას მონაცემები სადაც $1000 აქვს ფორმულას ყეზერაშვილის $1000 აქვს აღებული ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ამერიკის შენ წარმოიდგინე რა დეგრადაციასთან აგვაქვს საქმე რომ ამერიკის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ყეზერაშვილისგან იღებს $1000 იმაში რა ქვია ტვიტში რა რო დადოს ხო არა დღეში გუშინ დადო 5 ტვიტი $5000 გაგეთა საშობაოდ ეს საშობაოდ თან ახლა მატყარები როგორ იცი რატო გონი ვართ ესეთი ბეცები თვითონ რო არიან მე მიკვირს ხო ეხ შენ წარმოიდგინე რომ გუშინ წინ პირველი დღე შობის პირველი დღე ტრამპი გამოვიდა მარელაგოს თავის იმაში და ყველას თუ არ გინახიათ შეხედეთ ერთი რა თქვა რა გამოსვლა გქონდა შობასთან დაკავშირებით წვენასთან დაკავშირებით ამერიკასთან იმ დღეს ეს დიშოვი კაცი ეს ჯო ვილსონი თუ ეს იმისი რა ქვია პაკრიშკების მეორადი პაკრიშკების გამყიდველი ესა გამოდის და იძახის რომ მეო ტრამპთან ურთიერთობა მქონდაო და ისო საქართველოს შენ ხო წარმოგიდგენია რომ აი იმ გამოსვლის მერე თავის სახში ამერიკის ელჩი და მთელ მსოფლიოს რომ იმართა, მერე ვილსონთან ერთად გამარტოვდნენ და საქართველოზე ილაპარაკა. ნუ აი იმის იკითხვა აღარაფერი აღარ არის. ეხლა შეიძლება რომ ამერიკის შეერთებული შტატები მელიას და ხაზარაძეს ამ ფარჩაკების დონეზე დავიდეს, ხო? წარმოგიდგენია. დასული არ არის, იმის დაბლა არის ჩასული კაცი. და მაგას ვიძახი, ამიტომ ჩემო ქართველო ხალხო, თქვენ გენათ თქვენ ვიყოფილ ხართ. ეს რა ერი ყოფილვართ, რა ერი შვილები ყოფილვართ. ჩვენ სიამაყით უნდა ვიყოთ თავაწეულები, გევართ კიდეც ჯაჭვებს აწყობენ, რისი ჯაჭვის მომწყობელი, ჯაჭვი რა, ჯაჭვი, მე ვიცი, ვინმე ერეო, შენი ვერტალიოტი თუ ისაო, სამალიოტიო და ჯაჭვით რო გადავდა, ჯაჭვი. იმ ჯაჭვი არ არის. ერთმანეთს ხელს კიდევენ ჟესტი ხორბი. იცი როგორ ილუსტრაცია მიდის, თელი აი ეს ფურუნკული გასკდა და მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ამ წლების მანძილზე ერთელი დაგროვილი სიბილწე. შენ ყველა სიმბოლოს გადაუარეს. ყველა სიმბოლო მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, წარმოიდგინე, სადაც ცოცხალი ადამიანის პიტული იდო ნემსებით ამ ჩხიბავების, ნუ აი მე არ ვიცი რომ ის კაციც ეკვალს კაბაში, ქაშვეთის წინ. რასაც ჩვენ უყო, წარმოიდგინე ხორუმი, ეს როგორ ეს არის ბრძოლის სიმბოლო, ვაჟკაცობის სიმბოლო, ერთობის სიმბოლო, ვაჟკაცური ერთობის სიმბოლო. ქალებს აცეკვეს ხორუმი, წარმოიდგინე რა. ხო და ნუ აღარ დარჩა რა, აი აღარაფერი აღარ დარჩა, რისთვისაც ჩირკი არ მოეცხო და რაც არ გადაეგვარებინათ თავისთვის, თორე ქართველი ხალხი ხორუმს როგორც ცეკვავდა, ისე იცეკვებს. ბრძოლაში როგორც მიდიოდნენ კაცები, ისე წავლენ კაცები. ქალები ბრძოლაში არ მიდიოდნენ. პატარა ბავშვებო და
მიწებოდა დიდო დებილებო რა. გავიგეთ, არის ასწულდა ოცნება, ამერიკამ დაასანქცია მიძინა ივანიშვილი. მე და რას ვამბობ? აი რატო გაგიზარდეთ ახლა მე შეკითხვა და რა, ანუ რა მოხდება? ეს არის თქვენს ბრძოლაში კომუნისტურ რუსეთთან ერთმა მოსეკვავე ქალმა თქვა კომუნისტურ რუსეთს ვერ ვფრითო. ისეთი კაპიტალისტურია რუსეთი, რომ მაგაზე კაპიტალისტური ქვეყანა მსოფლიოში არა. ხო, ოღონდ ეს კომუნისტურმა რუსეთმა ვაშინგტონში გადაინაცვლა. ხო, ეხლა რა მაინტერესებს? თეცახში არის ეხლა კომუნისტური რუსეთი და ცეკას პირველი მდივანი არის ბაიდენი. ნანუკა და ჩერგოლეიშვილი რომ ჯაჭვს გააკეთებენ, ჩვენ შეგვეშინდება ამ ჯაჭვის და გავიქცევით, ხო? ან 29-ში შტურმით აიღებთ სასახლეს, ან ორბელიანების სასახლეში კუდიანი რომ დაბანაკდება ის ბაბაიაგა, ხო აი რა მოხდება? აი პრაქტიკული შედეგი თქვენთვის ამ დასანქცირებას რა მოაქვს? მართლა მაინტერესებს ოდნავი საღი აზრი მაინც თუ დარჩათ. რა მოხდება? ერთი რამე როგორ არ უნდა იცნობდე ქართველ ხალხს? როგორ არ უნდა იცნობდე რომ არ გესმოდეს ნებისმიერი ესეთი ნაბიჯი არის აბარა ბიჭო. დღეს თელმა საქართველომ გაიაზრა რომ რას ერჩიან ამ ბიზნესს. ბოლო. ხო რა უნდათ? რა გაქნა ამ კაცს? დემოკრატია არ არისო და უყურებს ის ჩვეულებრივი ადამიანი და ხუთარზე მოდის ლანძვაგინება. არა, ეგ ამას თავი დავანებოთ, ხო? ჩვენ აი ახლა აი ამ ეთერში გავიდა ფილმი სიბრძნის სიცრუისა, ხო? სადაც ჩანს ძაღლებს აჭმევინებენ დემონსტრანტებს. ძაღლებს, ევროპელები. ძაღლებს. ეხლა მე ამას არ გავაგრძელებ, ეს არის უმარტივესი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ვისაც აინტერესებს. ქართული საზოგადოების წარმომადგენელს ან მოქალაქეს შეუძლია შევიდეს YouTube-ზე, აკრიფოს და ნახოს რას უშვებიან დემონსტრანტებს ევროპაში და ამერიკაში, ხო? ამ ფონზე რო იტყვი რომ ეს მშვიდო ეხა კაია კალას ეხა წარმოიდგინე დაცემა ეს დეგრადირების დონე. შალვა, კაია კალასი ეხლა ხან დანიშნული აი ამ უსაფრთხოების და იმის რაღაცა ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი. 3 დღის წინ თუ 4 დღის წინ გამოვიდა და თქვა რომ ჩვენთვისო დაუშვებელიაო მშვიდობა უკრაინაშიო. უკრაინაში ომიო უფრო ნაკლები დაგვიჯდებაო ვიდრე მშვიდობაო. შენ გესმის რომ ეს 33, 34, 37 წლის მერე, როდესაც ნაცისტები იყვნენ გერმანიის სათავეში, ამის თქმას არავის არ გაუბედია. შენ წარმოიდგინე როგორ უნდა იყოს დეგრადირებული ადამიანის ფსიქიკა და რას წარმოადგენს ეს კაია კალასი, რომლის ხმარს 200 მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსეთში. ხო, მეუღლეს ეს ქალბატონი იყო პრემიერ-მინისტრი ესტონეთის და განაცხადა რომ მე არ ვიცი ჩემ ხმარს ფული საიდან აქვს არ ვიციო. ამ ქალბატონმა განაცხადა რომ მშვიდობა უკრაინაში უფრო ძვირი დაგვიჯდებაო. ეხა მაგარი ამბავი. ხო, დავკითხავ მაგრამ. ჭუტას ტელევიზია, ხო? ხაზარაძის ტელევიზია. ხო. პირველი შედეგი უარყოფითი გამოიღო სანქციებმაო. სანქციებმა რა შედეგი? ვერავინ ვერ მიხვდებით რა შედეგია ლაპარაკი. არ ვიცი. გაგიჟდებ, ესეთი დებილი შეიძლება იყოს ვინც ეს ასე გადმოსცა? აი ვიღაცა ჟურნალისტი ხო არის ვინც ასე გადმოსცა. ივანიშვილის დასანქცირების პირველი უარყოფითი შედეგი. ლონდონის საბანკო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი 2.24 შემცირდა, TBC-ის კი 2.1. რა ხო თვითონ ეს ბანკები ბოთიშია რუსეთთანაც ხო კარგად არიან. მე ხარს უჭერე ბიჭო ამ ყველაფერს რაც ხდება და ვერ გავიგე. ისი როგორ აბსურდი, აი ისი რა არის ესა? ხო და ეს აბსურდის დონე რა, აი წარმოიდგინე აბსურდის დონე, ხო? რომ ისა რა ქვია, ეს გამოვიდნენ პროტესტი განაცხადეს ბიზნესმენებმა, რომელსაც ათეულობით მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან. ეხლა იცი როგორი რამე, ამათ რა გონიათ რომ ჩვენ ბნელები ვართ? არ ვიცით მონაცემები, თვალი არა გვაქვს, ყური არ ხო? ეს მაგრამ ყველაფერი რა მინდა, ეს ყველაფერი ამა ყველაფერმა ერთად თავი მოიყარა და მთელი სოფლიოს დასანახად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ერის შვილები ვართ, იცოდე რა. ეს ყველაფერი მუშაობს ჩვენზე, იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ეს ქვეყანა, ეს საქართველო არის სამშობლო,
არის ამ სიამაყის საფუძველი. კიდე ერთხელ, აი არ მინდოდა თქვა, მაგრამ მაიზულებენ. TBC ბანკის მარკეტინგის მენეჯერებმა მოიფიქრეს, რომ გამოაგზავნეთო თქვენიო ხალხს უთხრეს, გამოაგზავნეთ თქვენიო მოსაზრებაო იმის შესახებ თუ რა ხდება ქვეყანაშიო. ცხადია რა მოსაზრებები ხდება, ჩვენო მაგას ხალხს გავაგებინებთ. ანუ პირდაპირ ჩართული არის ანტისახელმწიფო, ანტიქართულ ამ ქვეყნის გადატრიალების პროპაგანდაში. თქვენ კაიეთ მომშრობა არ მინდა ამას არასოდეს არ გავაკეთებ, მაგრამ თქვენი ბანკით უკმაყოფილოები რომ ჩავწერო და გავავრცელო და მეწურეს მე უფრო მაგრა გავავრცელებ ვიდრე თქვენ. და მე ბანკით არის ძალიან ფაქიზი სტრუქტურა. ნდობაზე არის თქვენი კაპიტალი აწყობილი. მე მესმის გარკვეული რაღაცები ბანკის. არა, მოგება რამდენი აქვს წელს? უდიდესი. მილიარდი. ხო. და მოგება ეს მე რა მინდა კითხო ისა ბუცხრიკიძე რო ხარ მან ბანკის მართველი ხო და ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს მილიარდი საიდან მოიგეთ? საიდან ამოვიდა ეს მილიარდი? ხო ქართველების ჯიბიდან, ხო ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების ჯიბიდან, ხო? რომელი ახლა ჩვენ გალაღებული ფინანსური ცხოვრება. ხო, თქვენ სამართლინო ხალხო თქვენა. თქვენ სამართლინო ხალხო პარტერში რო იდეკით ყველანი. მიშა სააკაშვილის წინ მორდენებს რო ღებულობდით წინყალების ხაზარაძე შენ გეკითხები, ხო? მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრა, რომ თქვენი დღე დამთავრდა თქვენი დრო. დამთავრდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად. რა გიხარიათ? ბიზნესი აკეთო. რა გიხარიათ რა? შენ რატო რთავ ბანკს? ვინც არის ამ ბანკის ხელმძღვანელი? უკვე მენეჯერი, პრობლემებსაც საკევი ლაპარაკობ. რატო რთავს ამ ბანკს რევოლუციაში? რატო რთავს? რას ნიშნავს ეს სიგიჟე? არა, მაგათ ვინ ეკითხება, შალვა, მაგათ ვინ ეკითხება? მაგათ ვინ ეკითხება? ესენი არიან ღილაკებზე. თის დააჭერენ ეს სიტყვის, ხო? არც ერთი მათგანი. ეხლა შენ წარმოიდგინე რა ქნეს. ესე იგი, აი ღირსებაზე ლაპარაკი ძედები. წარმოიდგინე, უარი არ თქვეს რაღაცა კაპიკებზე. 5 მილიონზე ხო? ბიუჯეტიდან. პოლიტიკურ პარტიებში. უარი ამაზეც კი ხაზარაძე მეშიც კი წამოიღო, რაიგე რომ ამაზე უარს როგორ ვიტყვი? ხო წარმოიდგინე ეხლა. ესე ცოტა არა? კაცურად თქვი უარი. და მაგას გეუბნები რომ გვარამიას დასაცინი რო გახდები, გვარამია შენთან ის ბლინკენი თქვენზე უკეთესი ხوارგონია. თქვენნაირი არის ზუსტად ის ბლინკენი და ეს ყველა სანქცია ერთად აიღონ, გაახვიონ კარგად, შეკრან და გამოყენების ხერხს ვეტყვით რა, რაში უნდა გამოიყენონ რა. ახალი წელი მოდის რა, შალვა, ახალი წელი მოდის, ხო 25 წელი. ეს 20 წელი იყო ძალიან მაგარი წელი. ყველა ჩვენთაგანისთვის. რა თქმა უნდა. ესე არასოდეს არ გამოჩენილა ეს ქვეყანა როგორც 60 წელს, ხო, გამოჩნდა რომ ეს არის ღირსეული ხალხით დასახლებული ძალიან პატარა ტერიტორია და ძალიან პატარა მოსახლეობა, მაგრამ მაგარი კაცებით, მაგარი ქალებით, მაგარი ბავშვებით, მაგარი წარსულით, მაგარი აწყოთ და ბევრად უფრო კეთილი და მაგარი მომავლით იცოდეთ რა. ჩვენ ვართ მომავლის ქვეყანა რა. 25 წლის, 26 წლის, 27 წლის, 28 წლის ჩვენ ვართ მომავლის ქვეყანა. ჩვენ დიდგორი მოვიგეთ რა. მე რამდენად ვიმეორებ, ჩვენ მოვიგეთ დიდგორი. კიდევ ერთხელ მოვიგეთ ევროპაში, საქართველოში, ჩვენ მოვიგეთ დიდგორი, ჩვენ ვართ გამარჯვებული ერი, ჩვენ ვართ საამაყო ხალხი, იცოდეთ და ვერც ბლინკენები, ვერც ბაიდენები, ვერც ეს პარჩაკები, ვერც ეს ევროკავშირის ბიუროკრატები, ეს ნექტამეები და მაგარს გეტყვი ახლა, მაგარს ეს პარჩაკი ვერ მოგერევიან, იცოდეთ, ჩვენ გან ეწენება და არ იტენიან. God bless America. ანუ ვერთმა დადოსოს ამერიკაო, დადოს სტატუსი. შენ ყველაზე პარჩაკი ხარ. შენ მაინც არ მიიღებენ არსად. ხო და მაგი მინდა ვთქვა რომ აი გეფიცები რა დედას აი დღეს აქ მოვდიოდი და ეს მინდოდა ქართველი აი ჩემი ყველასთვის ვინც გვიყურებს მინდოდა მეთქვა თქვენ გენდაცვალეთ რა. ეს რა მაგარი ხალხი ყოფილვართ ბიჭო მთელი მსოფლიო კივის ეს პორნო ლიბერალური სამყარო ამდენი განცხადება შენ წარმოიდგინე გარშემო რა ხდება სირია დაიშალა გაზა იქით ომი მიდის აქეთ უკრაინა მიწასთან გაასწორეს იქით იემენში დაპირისპირება იქით ჩამოინგრა ეს ამერიკის ეს პორნო ლიბერალური ხელისუფლება ბაიდენის თამადობი და ამ ფონზე ათასობით განცხადება არის ჩვენზე ესე იგი რა მაგარი ხალხი ყოფილვართ ბიჭო ეს არც მინდა სახელი თქვა რომ ბიზნეს დასანქცირება ყველაზე სასიხარულოა ჩვენთვის რადგან ამგზით რეპუტაცია ელახება ქოს სამომჩევლებში. ვინა თქვა ეს? ვიღაცა. არ მინდა სახელი და გვარი, კი აყელავ რა. ხო.
რას ნიშნავს? ხოს ამომრჩევლებში რეპუტაცია ელახება, როგორ არ გესმით, რომელ ქვეყანაში და გითხრა, არა მარტო ეხა აღარ ლაპარაკობი 1.200.000 კაცზე, ვინც ქართულ ოცნებას მიცა ხმა. აი იმ 750,000 კაციდან ვინც მიცა ხმა აი ამ პორნო ლიბერალის, იქიდან ნახევარი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის გარდამჭერა. არა, კითხვის ქვეშ, რომ არა, კითხვა აღარ არის ამასთან დაკავშირებით. იცოდე, აღარ არის კითხვები. ყველაფერს პასუხი გაეცა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაუსვა წერტილი. აი, ჩვენ მართლა ფიქრობთ, რომ ავტორიტარიზმი და დიქტატურა ერთი დღე ხო შეიძლება რომ მართლა დავამყაროთ. არა, არ შეიძლება. ამ ქვეყანაში არასოდეს არ დაფარებულა. ხო და იმიტომ რომ არ შეიძლება, არ გამოვა და არ იქნება. იცი რატო? მიშას რეჟიმის დაერო გავაკეთოთ. ეხლა შენ წარმოიდგინე რომ ეს 1.200.000 კაცი მინიმუმ აღარ ლაპარაკობს ხებზე. ზის და ითმენს ამას, იმიტომ რომ ეს ბანკში რომ მივიყვანოთ, დავიჭირო ბიზნესმენი, ბანკში მივიყვანოთ 1.200.000 ადამიანს ესმის, რომ ეს ყველაფერი ბანკის მობილი რომ დავიჭიროთ. ეხლა გითხრა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს. ამათ ესმით ეს და არაფერს არ აკეთებს. არა, ხა მაგია მე არა ხო გეუბნები რა, ადრეც ამაკ ნათქვა, მე რა 35 წელიწადი არა ქართულმა საზოგადოებამ უდაბნოში. ისევე როგორც ებრაელმა ხალხმა. და ებრაელი ხალხისგან განსხვავებით სიბძნე შეიძინა ამ საზოგადოებამ. და დღეს ეს საზოგადოება ზის ხალხში უყურებს ამ მანკურტებს, უყურებს ამ ჩხიბავებს, უყურებს ამ რა ვიცი რა, ბოროტები და ითმენს, რატო ითმენს? იცი, იმიტომ თქვენ თავის ქვეყანა უყვარს. მომავალი თავის შვილებზე ფიქრობს. იმიტომ რომ ესმის რომ ჩვენ რომ 1.200.000 კაცი გავიდეთ, სული რომ შეუბეროთ ხაზარაძეებიდან არ დარჩება. არ გავალთ, არც რაღაცა ავტორიტარულ დავიჯერთ არ გადავდგავთ. მოთმინებითა შენითა მოიპოვე სასופველი. ხო და ძალიან ძიმეა ჩვენი ხვედრი. სხვათა არ არის ძიმე, პირიქით, საამაყო ხვედრიო. არა, ეხლა უკვე კი, მაგრამ ზოგადად როცა უსმენ რომ შეხარ მართალი და ვიღაცა ჩმოშნიკი ვიღაც ლიბერდებელი გამოდის, გინდაგ და გინდიგ და თიც გიტრიალებს. არა, ყველაზე მეტი რაზე მეცინება ეს პატა ბურჭულაძე, სამარცხვენო კაცი, დღესაც თეატრალური რუსული თეატრის გაჭირვებული ბავშვების ქურდი. სამხატვრო ხელმძღვანელი. იცი? დღესაც წარმოიდგინე. პატა ბურჭულაძე რომ მიჩივლა. ხო, გიჩივლება. თაღლითი უწოდე და მიჩივლა რა. წააგო. ანუ მე ხა თაღლითი შემილია კანონიერად. ყველაფერი რუსულიაო. კანონი წაიკითხეო არაო. არ წამიკითხე, მაგრამ ყველაფერი რუსულია. პაკლონზე პუტინთან ვინ გადიოდა სულ ახლა ხა? ხო არა. მთელი ცხოვრება პაკლონზე გადიოდა, პარტიის დგას რუსებთან მთელი ცხოვრება. პატა ბურჭულაძე არის სახელოვნებო იმის პროტესტის, არა, სახელოვნებო პროტესტის სახე. სახე? თუ სახეა, ხო. სახელოვნებო ბანი. სახელოვნებო პროტესტის. მაშა ბუღათი არის დრამატურგიის ბიზნესმენების დრამატურგიის ჭკონია, ხო. ძალიან ევროპულია რუსეთში რო ყიდიო 10 მილიონი დოლარის იმასო რა ქვია კოკაკოლა. არა, შემოაკათი, რამდენს ყიდის არ ვიცით. როგორ არ ვიცი, ზუსტად ვიცი. არა, ეგ არის შემოტანა. შემოტანა რისი? ბოთლს ყიდულობს 9 მილიონისას უარესია, იქ ტოვებს ფულს. თურქეთში აყიდულობს და იქ იყიდულობს და რამდენი გააქვს? სერის სქემებით გააქვს, ხალხო აქ თაღლითობს. და თან პასუხი რომ შენ რა შემოგაქო რომ დაურეკეს რა თქვენი რა თქვენი საქმეა მეო საიდან შემომო შენი დედავატირე ეგ არის რევოლუციას მიწყობდა ჩემი საქმე როგორ არა რევოლუციის მომწყობია ჭკონია მიწყობ ჩალებში ხო რაც არის რა რა უთხარით უზმახარ კარგი ჩაია რა იცოდე 29-ში აი ამ მაგარკაც რა მოხდება შენი აზრით არაფერი არ უნდა მოხდეს არაფერი არ მოხდება 29-ში მაიმუნი რო კუდით ეკიდება ეს დაიგდება 29-ში ეს მიშა ყაველაშვილი ეს მაგარი როგორი ქართველი კაცია იცი? აი, ბიშას ვიცი რომ იმ თავით რა, იმ ფეხბურთს რო თამაშობდა, ერთი ვაჟკაცი ქართველი კაცია, ის დაამთავრებს აი ამ პრეზიდენტომანიას, რომელიც საქართველოში ამ მთელი წლების განმავლობაში არსებობდა, ყველაფერს თავის საქმეში დაერქმევა. რადიო თავისუფლება. მაგარი ილუსტრაცია მის თავისუფლება გადაწერა. სანქციების შემდეგ ივანიშვილი ამერიკის ნებართვის გარეშე ვეღარ მიიღებს კრიზისისთან დავაში მოგებულ თანხას. განსაკუთრებით ეს მაგი აი იქ რო არის, აბასთუმანში რო არის, იქ არის პრობლემები. აბასთუმანის ბანკები არ გასცემენ სესხებს, წარმოიდგინე. აბასთუმნის ბანკები. ას ნიშნავს დავაში ეკუთვნის უთაღლითეს წააგ კრედიტ სვისი რატო აღარ კრედიტ სვისი ხო კრედიტ სვისი
ბოდიში და აღარ არსებობს. არა, ვიცი და ის შეუძლია კერძო საბანკო სექტორის კონტროლი ამერიკის მთავრობას. აქამდე ხო იძახდნენ, ეგო, ვაიმე ეგ ხო იძახდნენ, რომ აქამდე ეს დავაო კერძო ინსტიტუციებს შორის არისო. თურმე არ არის. ისი როგორ ილუსტრაცია მინდის, თელი აი ეს გონიერი ხალხია ქართველები. ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, ყველაფერი იციან და გადაწყვეტილებებს ღებულობენ ისეთი როგორც საჭირო. და თან ტიროდნენ ბიზნესო მილიარდი დოლარით გაეზარდაო 24-ში ფულიო. არასოდეს რო არ ქონე წერვალზე არის. ხო და აი რანაირად ამ ვითარებაში მთელი ამერიკა, ევროკავშირი აი სიგიჟია რა, სიგიჟია. მეცმა მისცეს მას და ყველა საქართველოს შეყვარებულ ადამიანს. ორ ტრაკა ბიზნესმენების დედავატირე მე, აი ესე ვიტყვი პირდაპირ. და პროსტა ეხა უბრალოდ ვიცით პოლიტიკა ეგეც რომ თავი უნდა შეიკავო რომ ძალიან არ დაარტყა. რა უნდა მაგ ბიზნესმენების ისე გაფარჩაკებას რომ პრობლემები შეექმნათ. რა გაფარჩაკება? მე ერთი მოვერევი ამ მეღვინეებს. არა, გაფარჩაკებული არ არიან. არა, უბრალოდ მთელი მსოფლიო, მთელი საქართველოს დასანახად რომ თავს იჭრი. რომ აქეთ ერთი ხელით რუსეთთან ვაჭრობდა, მეორე ხელით რუსეთთან ვაჭრობს გვინით. ჭია რო იპოვოს, არ უპოვია ჭია ვინოში როსა არ არის თუ რა? ხო ბიზნესი დაგექცა. არ ფიქრობს მაგაზე? ხო რუსები ვართ. ხო გვაკავშირა, აი დავრეკავ და ვინ იყო ონიშენკო. იმის ტელეფონი ხო მაგ რო დავრეკავ და ამას გააჩერე. პირადი ურთიერთობა. ხო ეგრე გონიათ რომ აი მე დავრეკავ და ეგ პუტინს ველაპარაკებ. ხო რო დავრეკო რომ ესენი გამიჩერე ერთი ეს თბილგვინო მაგალითად. შალო რა მინდა გითხრა? დღეს 27-ია, მამაჩემის დაბადების დღეა, კილოცა რა. და ახალი წელი მოდის რა. მე მინდა ჩვენ ძმებს, დებს, ჩვენ ქვეყანას ამ ღირსეულ ხალხს მიულოცო 24 წელი. ეს ისტორიაში შევა 24 წელი, საქართველოს ისტორიაში შევა, მატიანეში შევა 24 წელი, როგორც აი ამ ბოროტებასთან ბრძოლის, თავგანწირული ბრძოლის წელი. ეხლა სხვა დროა. ადრე თავებს ჭრიდნენ პირდაპირ რა 100,000 ქართველმა მეტეხის ხიდზე უარი არ თქვა რწმენაზე და თავის სამშობლოზე. დღესაც 100,000 არა ვართ ამ შემთხვევაში, ხო? სხვა ვითარებაა. მაგრამ ეს საზოგადოება ისევე დგას მეტეხის ხიდთან და მზად არის, რომ თავისი სამშობლოსთვის, თავისი მომავლისთვის, შვილებისთვის და რაც თავარია, თავისი რწმენისთვის გაწიროს თავი. და ეს ჩვენ ამ 24 წელს ვნახეთ. ამიტომ 25 წელი მიულოცო მინდა ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ძმებს, დებს, მშვიდობა, სიყვარული ღმერთმა მოგცეს და ერთიც იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ღმერთმა არ დაინახოს ის თავგანწირვა, რაც ამ წელიწადს ქართულ ხალხს ჰქონდა. უღრმესი მადლობა, ჩემო გოგა გილოცავ. თქვენ გილოცავთ, თქვენ თანამშრომლებს, აი ამ პატარა გოგოებს, აი ეგ ბიჭებს კამერებთან ვინც ხედან, ვინც აი ვინც აი წარმოვიდგინე რა შეურაცხყოფის, რა ბულინგის, რა იმის მიუხედავად ამისა, რას ემსახურებიან იცი სიმართლეს, თავის ქვეყანას, თავის მომავალს. გენაცვალეთ თქვენა ბედნიერი ახალი წელი წარმატებული სიყვარულით და წარმატებით სავსე. უღრმესი მადლობა, ჩვენ ზაზა შატილიშვილი ყავს თუ